ეს მინდა რომ გაჩვენოთ მეგობრებო, ნახეთ ჭურჭელი გაავრეცხე და დავალები ამაზე. ეს ძალიან კარგი გამოდგა. ანუ რამდენი რამეც არ უნდა დადოთ, როგორი ახალი გარეცხელიც არ უნდა იყოს. ის არა აქვს. თორსა კარგად. ეს გენერალური დაალაგება მქონდა. ესენის გავრეცხებაზები, თეთრეულები და ხო და მეგობრებო, თეთრეულები რომ გავრეცხე და უკვე პანსაცმლის გარეცხვაზე მივიდა ჯერი, აღმოაჩინე რომ საერთოდ ფერი აღარ მქონდა და ეხლა ყველაფერს მომჩი გავიქეცი ხელის მაღაზიაში და ასეთი არის მივიყიდე ვირილაში. გუშინ ვიყავი კარფურში, ყველაფერი მოვიტანე, თუ კი რამე მჭირდებოდა, მაგრამ მაგრამ დამავიწყდა და რაღაცების ყიდვა, ციციბურა დამავიწყდა, ეს არის ციციბული დამავიწყდა, ესეთი წვენი დამავიწყდა, ორი ცალი ვიყიდე ჩეროსი. ხო, ციციბურაც ვიყიდე, გიჟუნას ვიყიდე კევი, ესეთი გირონი, საგამფროსი. ლოვეს კევები კასუნას ძალიან მოყვარს და ეს კინდერის ბოინა. და დუბაის ყავა, დღეს ყავა არ დამილევია მეგობრებო, დღეს ყავა არ დამილევია მეგობრებო, წინაზე მაღაზიაში ვკითხულობდი ამ დუბაის ყავას და ვერ ვიშოვე, ეხლა შემთხვევით მოვინახე და დავაგემოვნოთ. თან დღის დამღლელი დღის ბოლოს ძალიან დავიღალე, აი გენერალურად ყველაფერი დავალაგე და დავიხარე ყავა. ეხლა წაიქაინიქს ვადუხებ და ისე ოქნოთე ეს გუშინ ამდა ჩემთან ვიყავი, მამდა ჩემი ძალიან კარგად ყერავს და ისე აწამოვედი რამე ისი შეკერილი რო არ წამომეღო და ეს მაისურიც ძალიან ისეთი კომფორტული ეს საქმეს რო აკეთებ. თავაზეც არის და თან სახშიც გემრიელად ვიფუსფუსე ამ ზედით. მოკლედ ამ რამეს ახლა მოცივარ შევდი და ყავა გავაკეთოთ, ნახოთ როგორი გამოვა. იქით ქათამი იწვება მეგობრებო. ხო, ვიცოდე, ასმერ იყო სოფელში, წასული მდინარეზე სივანა, ავადილას წავიდა და ხა ჩამოვიდა და აი ჭიქა, არის ჭიქა და პატარა ხორინა, არა პატარა იყოს. ძალიან გემრიელია, მაგრამ რაღაცა დუბაის პატარა გემო აქვს თორე. აი ზუსტად იმის გემო აქვს, სხვა ყავებს რო ხოლმე, ესეთ შეფუთვებში ხოლმე. არა, ცუდი არა. აი ძალიან ტკბილიც არ არის, რო თქვა, რომ არ ძალიან ბევრი წყალი დავასხი და სიტყვა დაეკარგა, არა. მომეწონა, ცუდი არ არის. რაც თავი ხებს ივარ და ვისვენებ. დასახლება დაალაგებულია, ყველაზე მეტად ეგ მიყვარს ხალხო დაალაგებულ სახში ყავის დალევა. თან ტელევიზორში ჩემი ვიდეო ჩართული და მაგით ვტკბები. განახოთ. მეგობრებო, საღამოა კარფურში მოვედით. ხო და მაინც ძალიან ის არის. ცხელა. ცოტა ნიავიუბერავს, მაგრამ ეგეც ცხელი. რაღაცა სასკოლოდ ვაპირებთ რაღაცების დათვალიერებას და ყიდვას. ნახოთ. არა, მაგედან ვერ გახოკასო. შორსავა. ამათანაც არ დავაყენე და ვიმახსოვრით. აი ბეკოსი. არის მაგრამ ქანას ვეძებ ხოლმე, მოკლედ წავარჩევათ ახლა კარფურში. დავათვალიერებთ, მე იქნებ სამის მოვასწოროთ. ვიყიდოს ლიზამ და ტასამ, არა ლიზას აქ არ უნდა, ლიზა მიცის რომელიც უნდა და მოკლედ ნახეთ როგორი შოპინგობა გამოგვივა, ნახეთ ქარი როგორი არის. თავს როგორ მოჩაჩობს. მაგრამ მაინც ძალიან ცხელა. ტასო მანახე შენი კალათა. ესე თავიღე, ხო მიდი. და ესეც. ასუნა პერსონალურად ჩემთვის საუკუნე ჩავალაგო. აი ნახევა არჩევანი. დე ჩანთებიც არის, წამო ჩანთები დავათვალიერებ. ეს შეშენ ისეთი ბოთლები. ეგეთი ხო გაქვს. ახლა გიდევს იმაში.
რატო? ასეთ პენალში მომიდევს და აი ეხლა ისეთი პენალი რომ მქონდა ტენია. აი ეს არ მოხდეს ეს პენალი? ის პენალი მომეცი მართლა ხატია თუ რაღაცა ხო. აი ეს პენალი მოუწევდა თანამშრომლს. სად არის აბა? თემზე რა? ნახე ასა მოაბრუნე შენი ჩანთა. ნახე მეგობრებო და ამაზე ჩანთა. პენალი ხომ მოყვება, ზედაც პენალია. მაგრამ ეს პენალი მინდა, იმიტომ რომ აი ნახეთ, კიდევ განახებთ. დაიცავეთ. აი ძალამაზი პასტებიც არის ნახე. ხო, ესეთი პენალიც მოყვება, სადა რაღაცების ჩასალაგებლად. თვითონ აი აქაც აქვს ესეთი. ამას სიცილისთვის გამოვიყენებ ამ პენალს. იმეებისთვის რა ქვია, ალასტელისთვის. ხო, უყურეთ რამდენი ერთი განყოფილება ხო აქ ნოუთბუქი რო ამ ძალიან ბევრი განყოფილება აქვს მეგობრებო. ხო, მე მომეწონა. აი ეს არის ნოუთბუქის და ეს წიგნების. ხო. აი ძალიან ბევრი არჩევანია ჩანთებზე. აი ესეთი ნაჭრებიც არის. აი ძალიან ბევრი არჩევანია მეგობრებო და გიჩვენებთ აქ მიდით თუ გინდათ back-to-school shopping-ზე წასვლა. მოვედი მეგობრებო სახლში და მინდა დაგათვალიერებინეთ რა შევიძინე ბავშვებისთვის 127 არა 128 ლარად სასკოლო საკანცელარიოდ არ ვიცი ხა მთელი წელი რა თქმა უნდა არა ყოველთვის ვეულები პირველად რო გქონდეთ იმდენი ვიყიდე ხო და ეხლა დაგანახეთ ვეები შევიძინეთ დავახარისხეთ ცალკე მიზნას და ცალკე პასონას აქეთ მიდევს აუ ტასდე ოთახში შედით რა ვიდეოს ვიღებ პასონამ ესეთი ლამაზი მაკრატელი იყიდა ეს რაღაცა ბარხატევით რო არის რომ სილიკონის პლასმასის არ არის ესები ხესაც თავთან მახსოვს ვის რა იყო ეს გონი 7 ლარამდე ღირდა თუ 7 და რაღაცა ესეთი ძალიან ლამაზი ფანქრები შეიძინა, ოღონდ არ ვიცოდი შეძენილი თუ ქონდა არც იქ გატარების დროს და არც იქ რო ჩადო როდის აიღო არ ვიცოდი მე ნახე რა ლამაზებია ეს ღირდა მგონი 10 ლარი დაახლოებით 9 და რაღაცა ესეთი პენალი მეგობრებო კარფურში ჩვენ ხო ჩანთრის აყიდლა წავედით ჩანთა და პენალი რომელიც მოგვეწონა, აი ვიდეოშიც ჩანს რომელიც მოგვეწონა, რომ მივიტანეთ. აუ და კარები გამოხურებთ ხო რადე. სალაროსთან რომ მივიტანეთ, არც ერთ შტრიხ კოდები არ ქონდა. მე ვთხარი, აბა რა ვქნათ მეთქი და არა აქვს მომასო ფასებიო და ნუ მესმისეთქი ფასები რო არ აქვს, არა ხო გიდევთ იქ აბა რატო ყიდით მეთქი და ხო არ ვიცი უფასო და უფასოებელიაო და ნუ ფასები არა გვაქვს ამისიო. მე გამოვიძახეთ, რა ვიცი, მენეჯერია თუ ვიღაცა, იმან თქვა, ეხლა ჩაგდებული მაქო იმათ ისეთ ჯგუფთან, ვინც ამის ფასს მე გამირკვევსო და მომწერსო, იმას ველოდი სადღაც 10-15 წუთი, დავიღალეთ, ნერვებიც მომეშალა, მოკლედ ფასები ვერ გაარკვიეს და დავტოვე და წამოვედი პენალიც და ჩანთაც. სამაგიეროდ იყიდა ეს პენალი, 10 ლარამდე ყიდა, კიდევ თქვენ ხარ არ გავგიჟდი ამ პენალზე. ესეთი ძალიან ლამაზი პასტა იყიდა თავისი ესეთი ბრელოკით აი ესეთი პასტა კი არა ფანქარი არის აქ დააჭერდა წვერი ჩამოსდის ეხლა არ დავეჭერთ მე თქვენ ჩამოვიდეს იყიდა კიდე ორი ლამაზი პასტა რომელიც არ არის აქ სავარაუდოდ კალათიდან დაუვარდა ესეთი სათლელი და საშლელი იყიდა არის ესეთი დიდი ადრე წინასწარ ესეთი იქ იყიდა იოიოსოში და 4 ცალი ერთად იყო და მოჭრა ანუ ამ ხელა არ ჭირდებაო და რო გაჭრეს მაინც მარწყობია შიგნით ესეთი აი ესეთი იყიდა ესეთი სამცალიანი უბრალო ფანქრები თავისი საშლელი როა და კიდე ესეთივე ფანქრები, ესეთი ფანქრების ნაკრები გვაქვს ძალიან ბევრი, ერთი დიდი ყუთი მაქვს. აი ესეთი გვაქვს. ხო. ერთი ყუთი მაქვს გაუხსნელი და კიდე ერთი დიდი ყუთი მაქვს, სადაც
ფაქრები მიყრია სხვადასხვა ნაბორებიდან, ესეთებიდან და კიდე სხვადასხვა იმეებიდან, მაგრამ სკოლაში ამ ერთსას წაიღებს ხოლმე. რვეულები ვიყიდეთ, აი ესეთები, ქართულები, მათემატიკა, 48 ფურცლიანი და კიდე 96 ფურცლიანი, აი ეს მომეწონა ძალიან. ესეც მარწყვები, ეს ესეთი კიტები, ესეთი, აი ეს მომეწონა კიდე ძალიან ნახეთ რა ლამაზია, ნატური. აი პანტერა ვარდისფერი, ეს ვიკეთე. სულ გადავიხარ და მეგობრებო 128 ლარამდე და მოთქვა რომ ხარ რაღაცა ისეთი ბევრი ვიყიდით მეთქი ნამდვილად არა. ამას აქედანაც აქვს გასახსნელი და ქვედა მხრიდანაც ორივე მხრიდან იხსნება. იყიდა კიდე ესეთი პასტა, ზუსტად ესეთიც გვაქვს, ოღონდ ფუმფულა და სხვანაირი. ესეთები ბევრი გვაქვს ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად პრაქტიკული არ არის. ვერ ხმარობს, მაგრამ რატო იყიდა არ ვიცი. ესეთი საყვარელი წებო, თხევადი წებოაო ესო. ეს მე მომეწონა დავუღე. ესეთი 4 ცალი მარკერი, ფერადები. ესეთი ეს ის მარკერებია და ეს კორექტორი, ხო, კორექტორი ესეთი პატარა ზომის 3 ცალიანი და საშლე ისა რა ქვია იმას ცარცები. მიდიხარ დე? გადიხარ? აი ესეთი ცარცები ისე მომწონს, ისე მიყვარს. ჩემ ბავშვობაში ცოტა ბრტყელებიც იყო ხოლმე, ნახევრებია. რა ხდება დე? ცარცის სტრუქტურა ძალიან მიყვარს, ისეთ სასიამოვნოა. ეს ნახეთია სამსვერი, რა ლამაზია. ესეც კიდე რა ვიყიდეთ. და შეგიძლია ჩადო რო არ დაწახო ისე. კიდე ვიყიდეთ ესეთი სახაზავი. ამაში ორი ხوارდებს. აი ესეთი ძალიან ლამაზი ფერი სახაზავი. და ორი ძალიან ლამაზი სახატავი. ესეთი სახატავი ყოველთვის გვაქვს, ლიზუნასაც პირველი კლასიდან თითქმის ყველა წელს აქვს ესეთი პონების. და ესეთი ჩანთაც პონის იყო. ძალიან ლამაზი იყო და ნუ ეს არის ტასუნას ნივთები. ეს არის ტასუნას ნივთები. ეხლა გაჩვენებთ ლიზუნამ რა იყიდა. ლიზუნამ ბევრი არაფერი არ იყიდა, იმიტომ რომ არ უყვარს ზედმეტი ნივთები, ესეთი ორი წევი. აი ეს მარკერები ძალიან მომეწონა, აი ეს ტასოსერი ესეთი. ეს უფრო პასტელური ფერები. ესეც კიდე ხო? აი ეს იყიდა კიდე. შავი. როგორი სუნი აქვს, აი სახატავს. ორი პატარა სათლელი, მინიატურული, ჩემი აზრით ყველაზე ტასუნამაც იყიდა ძალიან ლამაზი სათლელი და ხო, ეგეც დაკარგა. ლიზუნამ იყიდა კიდე ესეთი მაკრატელი, ესეთი ტასუნასაც ჰქონდა ადრეულად სხვა ფერში. რა ლამაზი ფერია. გიშდები ესეც საკანცელერიო ნივთებზე, ოღონდ როცა ლამაზად და აი ესე დაწყობილად, ანუ მიყრილი და მოყრილი რო არა, ყველაფერს თავისი ადგილი რო აქვს და ლამაზად რო აქვს ხოლმე დადებული. ესეთი წებოები, თხევადი და მყარი. ესეთი გვაქვს ცოტა დიდი სახშილი ის რო იცით. სახაზავები, ძალიან ლამაზი ფერი, ვარდისფერი. ვარდისფერი კი არა. რაღაცა ატმის ყვავილის ფერი თუ რაღაცა ეგეთი ფერი. უზარმაზარი საშლელი, მანგოსი, რა თქმა უნდა. ხო, მანგო. ტაფია. რა? ტაფია და მაგინა. აი კიდე ესეთი საშლელი, ესეც საკმაოდ დიდი. ესეთი მარკერი. ასე ხატავს.
ამერიკაში აქვს ესეთი პატარა სახაზავი მინიატურული ლიზუნა წასვნა მარიყე ლიზუნა მარიყე და კაპლანჭული პასტელი ესეთები იყიდა კარგად წერს იყო შამოდა ესე წერს ასე და ესეთი ფანქრები თუმცა ესეთი ფანქრების შეკვრა გვაქვს თლიანი გაუხსნელი მაგრამ მაინც იყიდა რუბეულები ბლომად აუ ეს რა ლამაზია ესეთები ნახატები ახლა ლოლებს თქვენს რა ყიდულობთ და სავარაუდოდ თითქმის ყველას ერთ და იგივე პრინტები აქვს აუ ეს რა ლამაზია ესეც ყველა ლამაზია და ლიზუნა მიყიდა კიდე საფრთხე ერთი ცალი ეს რომელი ის არის ანიმაცია ბევრი ფურცლები არ მაგიტოვარია ახლა და ეს რა არის კაცი სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი სასკოლო შოპინგი მე რა უნდა ვუყოდე კიდე ფურცლები რო არის 100 ცალიანი სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი მოკლედ წინა სასკოლო შოპინგი დანარჩენებს მერეც დავუმატებ გზადაგზა რაც შეგვეყოდება ხოლმე რა თქმა უნდა ეს იყო პირველადი ხელი თორე ეს ვეულები თითო ყველაფერში დაკავდება ახლა გადასაკრავები ლიზუნა ტასუნას არ ვიყიდე იმიტომ რომ გვაქვს თუ დამაკავდება გინდა და შენ იყო ხო გაქშენს მოკლედ ლიზუნას გადასაკრავები ჭირდება ჩანთა ისევ საყიდელი გვაქვს ლიზუნასთვისაც და ტასუნასთვისაც და ამ დღეებში აუცილებლად გავაგრძელებთ შოპინგობას მოკლედ სულ ეს იყო და დაგემშვიდობებით აქედან თქვენ რაკენ შეიძინეთ სასკოლო ნივთები სკოლისთვის და ბაღებისთვის ემზადებით წერეთ აბა კომენტარებში დროებით დაგიმონტაჟოთ ახლა ამ ვიდეოს და ავტვირთავ